მოკლედ ახლა ძალიან სწრაფად მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან მეზარება, ძალიან არ მინდოდა, თუმცა აი ვიცი, როდესაც არ ვამბობ ხოლმე იმას, რაც ღვთისგან არის გაზიარებული და რასაც არ ვაზიარებ, მე ხვდები ცუდად, ამიტომ მიშენია ახლა უცბად გითხრათ. მოკლედ რაღაც პოდკასტს ვუყურებდი და იქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ რა. და ნახეთ მე ანუ ამას უცბად ფიქრები მივაბი მე. და ახლა ჩემ ნაფიქრალს გიზიარებ და უცბად დამოკიდებულებაზე არის გადახვევა მინდოდა რა საერთოდ ისე და ანუ უცბად გადავახვიე ისე რომ ის მოვისმინე რაც უნდა მომესმინა მოკლედ ეს ადამიანი აზიარებს ცოდნას და ძალიან დასაფასებელი არის თუმცა ნახეთ ჩვენ და გავაზიაროთ მაგრამ ვერასდროს ვერავის ვერ გამკურნავთ გესმით ამიტომ არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში რა და ეს ადამიანი არც ამბობს ახლა რომ უკურნავთ თუმცა ხო ნახეთ ანუ მე რაღაცაზე გამლანძღესო სიგარეტზეო რა ანუ თან აღარ არის დამოკიდებული იყო რაღაცაზე დამოკიდებული, ახლა არის დამოკიდებული სხვა რამეზე, სიგარეტზე. ანუ აი ამას სხვათა შორის აი ამაზე მწვრთნის ახლა ღმერთი სამყარო ნახეთ, მე ვიყავი ცხომაზე ხო დამოკიდებული გასაგებია ახლა რატომად ჯერ ესეთ ბევრ რამეზე ვიყავი დამოკიდებული ყველაფრისგან გამთავისუფლდი. აი ყველანაირად როგორ ხართ რა როგორ გითხარით თავ შეკავებაში ვარ, ანუ მასწავლიან ლოდინს, ღმერთი მასწავლის ლოდინს, ღმერთი მასწავლის თავშეკავებას. ნახეთ, აუცილებელი არის, სხვათა შორის ჩინელებს აქვს თუ იაპონელებს ნათქვამი, რომ შენ როდესაც გაიმარჯვებ შენ კუჩენ პირზე, აი ნახეთ რა კუთხით, როდესაც შეგიძლია შეიკავა, არასდროს არ ადგეო სუფრიდანო თუ 100% ანუ გამაძღარი როდესაც ხარ რა დანაყრებული როდეს მაპატიათ გამაძღარი თქვი დანაყრებული როდესაც ხარ აუცილებლად ანუ შიმშილის გრძნობით უნდა ადგეო და რამეთო იმიტომ რომ უფრო მოტივირებული ხარ უფრო შრომით უნარიანი ხარ და უფრო მოკლედ შემოქმედებითი ხარ გესმით და ანუ ცხოველებში ჩვენ ხო ცხოველის სხეული გვაქვს როგორ არის როდესაც დანაყრდებიან მე წვანან და აღარაფერი აღარ უნდათ და მოტივირებული სტიმული და უფრო დიდი ენერგიებით არიან მანამდე სანამ დანაყრდებიან. ასე ვართ ჩვენც ადამიანებიც. გესმით, ამიტომ ნახეთ აუცილებელი არის რომ გავიმარჯვოთ ჩვენ ფიქრებს, გავიმარჯვოთ არავის არ ვებრძვით, უბრალოდ დავაწყნათ გონება არ არის წარმატებისკენ მიმართული, ეს არის გადარჩენისკენ, ანუ ყველაფერს აკეთებს, რომ შენ სტრესი ნაკლები გქონდეს, შესაბამისად არ წიგნს აგაკითხებს, არაფერს არ რომ ზედმეტი არ დახარჯო ენერგია, რომ რამენაირად გადარჩე და ეს უნდა დაამშვიდო, როგორც სუნთქვით. აი დამიჯერეთ რა ეხლა იმას გავაგზავნე უფრო ამას მივაბავ ძალიან სწრაფად მინდა რომ რაღაც ყველაფერი გითხრათ რომ დაგეხმაროთ როგორც ვეხმარები ახლა ჩემ თავს ნახეთ როდესაც რაღაცა ხდება ხო როდესაც აი მაგალითად რო არ იყოს ეს გადარჩენის რეჟიმი რო არ ჩაირთოს აუცილებელია სუნთქვას დავკვირდეთ ყოველთვის მახსოვს ხოლმე ჩემ დედაშვილის სიტყვები ქეთევან აზანიშვილის რომ რა დედაშენი რო ყვირის სუნთქავ მართლა არ სუნთქავდი და ამიტომ ანტიროდი ანგაშიშული ვიყავი ან აგრესიაში ვიყავი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩემი თავი ცდილობდა გადარჩენას ამიტომ სტრესის დროს რო ვინმეს არ დაესხმათ თავს ან თავად მსხვერპლის როლი რო არ მოიგო და ასე შემდეგ ხო ანუ ასე არ გადაერჩინოთ თქვენ თავი ისუნთქეთ ყოველთვის თავარია დააწყნაროთ თქვენი ცხოველი, ანუ თქვენი სხეული გვაქვს ცხოველი, სული კი ღმერთის, ანუ ჩვენ შევდგებით ცხოველისგან და ღვთისგან. ამიტომ გვაქვს აი ეს დუალიზმი, გესმით, ან იქით ვართ, ანუ ვერ გაგვიგია სად ვართ, ამ დედავით მიწაზე ვართ და ასეთია ეს ავატარი და ასეთი ვართ ჩვენ და უნდა მივიღოთ ანუ ცხოველიც და ანგელოზიც, რომელიც აი აქ ყველაფერი ჩვენშია, ხო? არა ვიღაცაში, არა სატანაში, დემონში, ანგელოზში, ღმერთში, არამედ ყველაფერი ჩვენშია. რაც არის ზევით, ის არის სქვევით, რაც არის შიგნით, ის არის გარეთ და ნახეთ, ეხლა ამ კაც ხო და ამბობს რომ აი ესე მოკლედ სიგარეტი რა ახლა ადამიანი ვართ და ასე ანუ დამოკიდებულია ეს ადამიანი ვერ განთავისუფლდა ისევ და ვის უნდა დაეხმაროს შენ ვერასდროს ვერ დაეხმარ ანუ ნახეთ რაღაცა პრობლემა მოაგვარა სხვა დამოკიდებულისგან განთავისუფლდა ხო ნუ ახლა აღარ ვიტყვი რა დამოკიდებულება მიხვდებიან ახლა ვიზე მაქვს საუბარი და არ მინდა ეს ახლა რატო ხო იმიტომ რომ ადამიანი კარგ გზაზე არის ცდილობს რომ ცნობიერება აიმახლოს და რაღაც აკახლოთ მამაკაცი ნახეთ კიდე რა შეცდომა არის ეს ამ ჩვენ ნახეთ როგორც ღვინის ჭიქაში ისხმება ღვინო და არა მაგალითად ლიქიორი ხო ყველა
ჭურჭელს აქვს თავისი დანიშნულება. როგორც აი ამ სხეულს, მდედრობითი სხეულს აქვს თავისი დანიშნულება, მამრობით სხეულს აქვს თავისი დანიშნულება. მდედრობითი სხეულის დანიშნულება არის მიიღოს სულიერება. რაც ქვია, მიიღოს აი ეს ცოდნა, სულიერი ცოდნა გააზიაროს და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ანუ სულიერება, ინტუიცია, ეს ყველაფერი არის ქალის. შესაბამისად, მამაკაცის რა არის, რომ დაიცვას ქალის სინათლე, დამცველობითი ფუნქცია აქვს, გესმით? ანუ უფრო სხვანაირი, უფრო სტრუქტურა, აი დანიელი მაგალითად სტრუქტურა, კანონი მოკლედ რა. და ვერ ხვდებოდი ჩემს შვილს ესეთი რატო არის და მე რატო აი, იმიტომ რომ მამაკაცის სხეულშია და ესე იგი ამ ეტაპზე სწორად ვითარდება, მე არ ვიცი, ხო, რამე თუ შეცდომა თუ დავუშვი, მოუწეს გამოსწორება ჩემი შეცდომის მას. თუმცა ამიტომ ვცდილობ, რომ ასე თუ ისე ნაკლები შეცდომები დავუშვა, ან მალევე დავუშვა, რომ შემდეგ მოვასწრო გამოსწორება. შეცდომები კარგია, ვსწავლობთ რა თქმა უნდა. და ესე იგი თუმცაღა ნახეთ, უნდა ვიყოთ აგრეთვე, ესე იგი სულ ეს მახსოვს, ბრძენი ეს როგორ არის, გავიხსენა ეს გამოთქმა, ბრძენი ადამიანიო, სულელი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, აუ როგორ არის ეს ბრძენი ადამიანი სხვების შეცდომებზე სწავლობს, ბევრ რაღაც სხვების შეცდომებზე მაქვს ნასწავლი დამიჯერეთ რა. დამოკიდებულება არის აი ეს ძღომა, რატო სისავსის შეგრძნება, ანუ რაღაცაში არ გძნობ თავს სავსეთ და მოკლედ რა, ანუ ყველაფერი სულიერებამდე ხო დადის. ეხლა ამ ადამიანსა კიდე იმ დამოკიდებულება განთავისუფლდა, თუმცა არ აქვს სხვა დამოკიდებულება, ანუ დამოკიდებულებიდან ბოლომდე ვერ გათავისუფლდა. ანუ რაღაც პრობლემა მოაგრა, ნუ პრობლემა არც არის, ხო, რაღაცა მოაგვარა დარჩა რაღაცაზე სამუშაო კვლავ აქვს გასაგრძელებელი, გესმით? და აქედან გამომდინარე ვერ დაეხმარება სხვას და სწორსაც ამბობს ჩემ თავს ვეხმარებიო და ამ დახმარების გაზიარებთ, აი რასაც მე ვაკეთებ, ეხლა ვეხმარებით ჩემ თავს და იმ მომენტში გიზიარებთ თქვენც. ესეც უდიდესი დახმარებაა, მაგრამ იცოდეთ ადამიანებო, თქვენ თავად შეგიძლიათ თქვენ თავს დაეხმაროთ, გესმით? ნახეთ როგორ აუცილებლად ყოველთვის ტკივილს კი არ უნდა გავექცეთ. არამედ ტკივილში უნდა ჩავჯდეთ. ერთადერთი განკურნების ამ სხეულს, აი ამ ცხოველი რას აკეთებს, მიდის ექიმთან. ცხოველმა თვითონ იცის როგორ უმკურნალო საკუთარ თავს და როგორ ჯერ ჯდება ამ ტკივილში და მერე ეძებს, სუნით ეძებს. გესმით? აი მაგალითად ძაღლი წავა იმ ბალახს იმას მოიწესრიგებს კუჭნაწლავს, მოიწესრიგებს იმ ტკივილს, გაიყოჩებს და რაღაც ანუ უსმენს საკუთარ სხეულს. ასევე უნდა მოусმინოთ. ნახეთ, სული ჩახბერეთ ტკივილს, აი სადაც ენერგია არის, ხო ტკივილი და მე დაავადებაში გადმოდის ეს ყველაფერი. ის მაგალითად შიში, ის იმედგაცრუება, რაც კი დაგიგროვს, როხა სადღაც სხეულში გროვდება. აი ეს უნდა მიხვდეთ, სადა გროვდა და სული უნდა ჩახბეროთ და თვითონვე გახსნეს ყველა არაფერი, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ, სხვა არაფერი არ არის საუცილებელი და ამისთვის არის უნდა ჩახვიდეთ, ჩაურმავდეთ თქვენ თავს. აი ეს არის და ეს სხვაგან წასვლა კი არ გინდათ. წადი ტაძარში წასვლა კი არ წადი თქვენ თავში. იცოდეთ, მამაკაცისგან ვერ გაზიარდება ის რაც ქალშია. უბრალოდ სხვადასხვა ჭურჭელია. ეს ჭურჭელი ამისთვის არის. გესმით? კი ბატონო, თუ რა თქმა უნდა ქალური მასში არ არის და ამიტომ არის ნახეთ როდესაც დაირღვა ყველაფერი, დედაბუნება ღმერთი ეხლა კაცებს იმიტომ ქმნის ქალებად, იმიტომ რომ იმას შეეჭიდნენ, რამც მათი არ არის. იმიტომ ხდება მამაკაცი ქალი, ქალი კი მამაკაცი, იმიტომ რომ დაარღვია კაცმა, დაარღვია კანონზომიერება, კანონზომიერება იმას შეეჭიდა, რაც ქალის არის, სულიერება. და როდესაც იცოდეთ რელიგია სულ სხვა რამეს გასწავლეთ და იესოს სხვა რამეს ამბობდა, იესოშიც ქალიდან გაზიარდა ეს რო არა მარიამი, ქალღმერთი რო არ გამხდარიყო დედამისი, ანუ ცნობიერება ღმერთის ცნობიერებაში რო არ დასულიყო, ხომ? საჩამდგარიყო, ვერ იქნებოდა მისი შვილი, იესო ვერ იქნებოდა. გესმით? ამიტომ არის აუცილებელი არის ქალი და კიდე მაგ თუმცა ახლავე ეხლა ესე იგი ქალი რო შევიდეს სულიერებაში ისეთი გაუწონასწორებელი და როგორც ჩვენ ვართ ასე დავანგრევთ ყველაფერს ისე კაცები იყვნენ ჯობს. ანუ ნახეთ, ქალმა უნდა ისწავლოს, უნდა გაიხსენოს ვინ არის.
გესმით? ეს ემოციები, რომლებიც ეს ბობოქრობენ და ეს ინტუიცია და ეს ყველაფერი, რომელიც გაუხედნავი ცხენივით გვაქვს, უნდა ვისწავლოთ მართვა, ამ ყველაფრის და სწორად მიმართვა. და იმიტომ არის დედაკაცო არარაობა უნდა გერქვას შენო ეს გამართლებული იქნება მარტო მაშინ, გამართლებული არის მაშინ, როდესაც ქალს ნათელი არ აქვს, ქალის გონებას ნათელი არ მოხფენია, გესმით და აყოლილი არის ემოციებს, ცხოველურ საწყისებს და ასე შემდეგ. ასეთი ქალი დამღუპველია, ამიტომ ასეთი ქალი, რა თქმა უნდა, არც სულიერებაში არ უნდა მოვიდეს და არც არსად კაცო ჯერ უნდა განვითარდეს, ხო, იმიტომ რომ ის კი არ გვასწავლებს და განკურნავს, დაგღუპავს. მაგრამ ეს რო გაიხსენებენ ქალები, და ჯერ თქვენი ციკლი ადამიანებო, ეს არიცით, რა რიტუალები კეთდება ხოლმე, ეს ვინ ძიციან, რიტუალები კეთდება და სირცხვილს კაცებმა რა გითხრეს, რომ სირცხვილი არისო, იმიტომ რომ დაგვიწყებოდათ, იმიტომ რომ შეეშინდათ მამაკაცებს, შეიძლება შეშურდათ კიდევაც, გესმით, არა და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ქალი არავინ არის კაცის გარეშე, კაცი კიდე ქალის გარეშე, ეს არის ბალანსი, ეს არის ჰარმონია. ეს არის ერთობა. წავედი ახლა აღარ გავაგრძელებ. იმედი მაქვს ასე თუ ისე სწორად გადმოვიცი, სწრაფად მინდოდა და შეიძლება ამიტომ ბევრი რაღაც გამოვტოვე, რაც არის. მადლიერი ვარ. საბადროებით. მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ.